აი ამ დღეებში თქვენ იცით რომ დასავლეთ საქართველოში არის დიდ თოვლობა და თქვენი ოპონენტები აკეთებენ განცხადებებს რომ ხელისუფლებამ არ აღმოუჩინა სათანადო დახმარება ადამიანებს რომ მიტოვებულები არიან ეს ადამიანები და ასე შემდეგ იყო ლელოს განცხადება რომ ისინი ქირაობენ სპეციალურ ტექნიკებს რომ მიეხმარონ მოსახლეობას რა შეგიძლიათ თქვენ იცით რა არის რომ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ რომ გარკვეულწილად მარაზმატიკული დამოკიდებულება გვაქვს ხოლმე უკვე ყველაფრის მიმართ რა მოხდება რაღაცა უბედური შემთხვევა თქვა ადამიანის შემთხვევა ყოფით ასე ვთქვათ ცხოვრებისეულ დონეზე და ამაზე იწყება კამპანიის აგორება მოხდება უბედურება ან სტიქიური რაღაც დიდი შემოტევა და ამაზე დაუყოვნებლივ იწყება სტიქია ნიშნავს იმას რომ გარკვეულ პრობლემას დისკომფორტს და შემთხვევაში დამანგრეველ შემთხვევებს იწვევს ამიტომ სტიქიის ესეთი მყისიერი და სრულყოფილი მართვა სოფლიოში არსად არ არსებობს ახლა გადავხედოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 ყველაზე უფრო აყვავებული ქალაქი საუკეთესო უბნები გადაიცვა ერთი ჰავაიზე რომელიც ჰავაის ყველაზე ძველი ქალაქი ისტორიული სილამაზე ჰავაის ამ კოლონიზაციის პერიოდში რომელიც შეიქმნა მთლიანად გადაიცვა ის ქალაქი და ლოს-ანჯელესის ყველაზე უფრო პრესტიჟული უბანი მაგრამ ასეთი კაკაფონია რაც აქ ხდება არსად არ მოხდარა რატომ იმიტომ რომ აქ ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი ისინი მთლიანად გადასთული არიან ნულოვან თამაში ანუ ხელისუფლება ნებისმიერი გზით უნდა დავამხოთ ამიტომ ამ შემთხვევაში ისინი ფიქრობენ რომ ყველაფერზე შეიძლება სპეკულირება რაც კი საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს ანუ მათი დაპირისპირების ფრონტი არის ადამიანის ტრაგედია სტიქიური უბედურება ნაგავის არ გატანა მოლარის ბოიკოტი ხანძრის გაჩენა ეკონომიკის ჩამოქცევა ანუ ეს არის ის რა ქვია რო ითქვიან გირლიანდი რომელსაც აწყობს ეს ოპოზიცია რომ რამენაირად საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიოს იმიტომ რომ გინდა არ გინდა მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა გეოპოლიტიკური მძიმე ვითარებისა ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება სოციალური ფონი ნელ-ნელა ქვეყანაში უკეთესობისკენ მიდის და აი ამ სოციალური ფონის დანგრევა უნდათ ახლა რომ სოციალური ქსოვილი დაანგრიონ და მარტო პოლარიზაცია არ ყოფნის საჭიროა სოციალური ქსოვილის მთლიანი დანგრევა და ამას ემსახურება აი ეს ვიტყვიან სამარცხვინო კამპანია რასაც აწარმოებენ თუ ვინმეს მართლა უნდა დახმარება ამის უფრო პატიოსანი გზით გაკეთება შეიძლება